ჯანმრთელად არის ბრალი წარადგინა 225 მოხდის პირველი ნაწილით, ის იყენებს ამ დრომდე კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლებას და შესაბამისად სასამართლოზე არსებითი განხილვის დროს ის სასამართლოს მიაწვის საქმესთან დაკავშირებით ამოწურვა ინფორმაციას. უშინ მოხდა მის საცხოვრებელი სახლის შრება, უშინ მოხდა მისი დაკავება. დღეს ბრალი წარადგინა როგორც გითხარი და შესაბამისად ველოდებით რომ ხვალ ჩატარდება პროცესი. რა არის სახლიდან ამოღებული შეგიძლიათ გითხრათ და განუმარტეთ საზოგადოებას 225 მუხლი რას გულისხმობს, რა ასედავებია ზვიად ცეცხლდეს. ის ძალიან აქტიური იყო არა მხოლოდ აქციებზე, უნივერსიტეტშიც ხედავთ მუდმივად მისი ერთ-ერთი ორგანიზატორობით უნივერსიტეტის სტუდენტები დღე და ღამეს ათენებდნენ უნივერსიტეტში. წაყენებული ბრალი 225 მუხლით მოიცავს მისი დისპოზიცია ჯგუფური ძალადობა, ასეთი ძალადობის ორგანიზება. გადმოგვეცა მხოლოდ ბრალის დადგენილება საქმის მასალებს შევაგვარებთ დღეს, გავეცნობით მტკიცებულებებს და შესაბამისად ბრალის დადგენილების მიხედვით მას ჩადენილი უნდა ჰქონდეს თუ ბრალის დადგენილებას დავაყენოთ ჯგუფური ძალადობა და ასეთი ძალადობისკენ უნდა ჰქონდეს მოწოდება გაკეთებული. რაიმე მტკიცებულება დევს თუ იცით საქმეში? ვიდეო, აუდიო, ფარულად მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია. ბრალის დადგენილებაში მითითებულია Facebook გვერდიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც საჯარო იყო და რომელიც დადებულია და პოსტების გამო ხო წარმოდგენილია და მითითებულია ბრალის დადგენილებაში ეს მტკიცებულება, შესაბამისად ბრალის დადგენილებაში მითითებული მტკიცებულების გავეცნობით დღეს ჩავგვარდება და უკვე შეგვეძლება საუბარი. შრეკის შედეგად მისი სახლიდან არის ამოღებული რამდენიმე პლასმასის ქილა, რომელსაც მისივე თქმით ის იყენებდა აქციის დროს სხვადასხვა გაზის და სხვა დანიშნულების ნივთების გასანეიტრალებლად, მაშინ ახორციელებდა და წყალთან ერთად ანეიტრალებდა ამ კონკრეტულ ნივთებს, რომ მომწამელი აღარ ყოფილიყო და სხვა დანარჩენი ნივთები. აი რა არის სხვა დანარჩენი? გამოძიებაში ჩრეკის ოფში არის მითითებული მოლოტოვის კოქტეილი, 5 ცალი ქილა. მქონდაო ამბობს თუ ჩაუდგეს? ზვიად ის განცხადებით ეს კოქტეილები მისი არ იყო, მოლოტოვის კოქტეილები მისი სახლიდან არ იქნა ამოღებული, შესაბამისად უფრო ცვლად მოგახსენებთ მოვლენები. და ბატონ დავით ერთად გითხავთ, აი რამდენად რელევანტური შეიძლება აღმოჩნდეს ეს არგუმენტი, რასაც ამბობს გამოძიება, რომ შეიძლება რაღაც Facebook Live-ი, სადაც ის საუბრობს მაიდანთან დაკავშირებით, იყოს ძალადობის კენმოწოდება. სამართლებრივად ხო რა? სამართლებრივად რამდენად შეესაბამება არსებულ შემადგენლობას 225 მუხლის კარგად არის გასავნელი, გასაანალიზებელი და იმის მიხედვით შევძლებთ უკვე კონკრეტული კომენტარის გაკეთებას. მადლობა.